რეპორტაჟი დაგვრჩა, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ, თბილისობას ჩაატარებენ რიგითი თბილისელები და არა ჩინოვნიკები. დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით დღესასწაულის ორგანიზებისთვის მერიაში გეგმის წარსადგენად დაწესებული ვადები ამოიწურა. მერიაში პროექტი 21-მა პირმა შეიტანა, საკონკურსო კომისია 3 საუკეთესო კონცეფციას შეარჩევს. აქედან კი საუკეთესოს მოქალაქეები გამოავლენენ. თბილისობა 2015 17 ოქტომბერს გაიმართება. თბილისობის დღესასწაული წელს განსხვავებულად ჩატარდება. წელს არის პირველი შემთხვევა, როცა სახალხო დღესასწაულის კონცეფციის შესამუშავებლად კონკურსი გამოცხადდა. მაშინ მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოქალაქეს ან იურიდიულ პირს შეეძლება. პროექტის წარდგენა დღეს ესრულდა და მერიაში სულ 21-მა კონკურსანტმა შეიტანა განცხადება. კონკურსის გამოცხადების მიზანი იყო, რომ საზოგადოების მეტი ჩართულობა ყოფილიყო ამ სახალხო დღესასწაულში, დღესასწაულის აღნიშვნაში, ღონისძიების დაგეგმვაში. ამდენად დიდი იმედი გვაქვს, რომ განაცხადები იქნება ღირსეული. მერის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ჩემი თბილისობა მონაწილეობას იღებს უკვე გამოცდილი პროდიუსერები და რეჟისორები. რეჟისორი პაატა ციკოლია ერთ-ერთი მონაწილეა. შარშანდელ თბილისობაში მე ვიყავი ჩართული და რიყის ღონისძიებების რეჟისორი ვიყავი. ამიტომ ახლა ამ კონკურსში რომ მონაწილეობა მიმეღო, ეს რაღაც მომეთხოვებოდა კიდეც რაღაც თვალსაზრისით რა, თუნდაც იმიტომ რომ დაუშვათ ის რაც შარშან გავაკეთეთ და იმ გამოცდილებით და იმ გადმოსახედიდან რაღაცა მოსაზრებები ხომ აქვს, რაღაც შეხედულებები და ეს რომ რაღაცნაირად ამეფიქსირებინა, ეს ძალიან კარგია. 2015 წლის თბილისობის დღესასწაულის კონცეფციის შეფასება რამდენიმე კრიტერიუმით მოხდება. მასში ასახული უნდა იყოს ისტორიულ-კულტურული ღირებულებები, ღონისძიების მრავალფეროვნება და თბილისობის ვიზუალური მხარე. დედაქალაქის მაცხოვრებლები მიესალმებიან მსგავსი ტიპის ღონისძიებაში მოქალაქეების ჩართულობას და იმედოვნებენ, რომ წლევანდელი თბილისობა განსხვავებული იქნება. ვფიქრობ, რომ თბილისობის დღესასწაული, რა თქმა უნდა, კარგია კონკურსი რო გამოცხადდა, მარტო ერთმა ადამიანმა არ უნდა გადაწყვიტოს თბილისობის დღესასწაულის ძეიმი, იმიტომ რომ ეს დღესასწაული მოდის უძველესი დროიდან. თბილისობის დღესასწაული წარმომიდგენია, ესე რომ ძველი ტრადიციული და თანამედროვე რო ერთად იყოს შერწყმული. საკონკურსო კომისია 3 საუკეთესო კონცეფციას გამოავლენს. აღნიშნული კონცეფციები გახდება საჯარო და კვლავ მოქალაქეებს შეეძლებათ ონლაინ ხმის მიცემის საფუძველზე განსაზღვრულ გამარჯვებულთა რიგითობა. იმ პროექტს, რომელიც მიიღებს ხმათა უმრავლესობას, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესში ემატება ხალხის ერთი ხმა. გამარჯვებული კონცეფციის ავტორი 14,000 ლარით, მეორე ადგილზე გასული 9,000 ლარით, ხოლო მესამე ადგილზე გასული 7,000 ლარით დაჯილდოვდება. თბილისობა 2015 17 და 18 ოქტომბერს გაიმართება.